ამასობაში Samsung-მა თავიანთი A სერია გაგვინახა და სამი ახალი smartphone-ი წარმოგვიდგინა. A26, A36 და A56. სამი smartphone-ი ერთმანეთს გავს, რაღაც მომენტში ვიზუალურად ვერ ვანსხვავებ ხოლმე ამ smartphone-ებს. იდეაში მონაცემებითაც რაღაც მომენტში მსგავსები არიან და ძალიან პატარა განსხვავებები ამ smartphone-ებს შორის. ამიტომაც მოდი ახლა ერთად ვნახოთ რა smartphone-ებია საერთოდ და თქვენთვის რომელია აქედან უკეთესი. ჯერ მოდი A26-ით დავიწყებ განხილვას და იდეაში ეგრევე გეტყვით იმას, რომ თუ შავ ფერში ყიდულობ ტელეფონს, მაშინ ავტომატურად ეგრევე უნდა ჩადოთ кейსში, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ანაბეჭდები რჩება ავტომატურად ამ smartphone-ზე ეგრევე, ძალიან რთულია მათი მოცილება და ჯიბეში ჩადება ამოღების შემდეგ ეგრევე მტრიანდება მთლიანად smartphone-ი და მაგის გაწმენდაც საკმაოდ შეუძლებელია და კადრებში ალბათ დაინახავთ თქვენ თვითონაც. მაგრამ ისე დიზაინის ნაწილში რო ავიღოთ, მთლიან ასერია ზოგადად ძალიან მსგავსი დიზაინი აქვს და ერთმანეთს გავს ეს სამივე smartphone-ი და იტყვი კიდევაც იმას, რომ ერთი smartphone-იაო, სამივე. ხო და ამ შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტური smartphone-ია, უკანა პანელზე გამოიყენა Samsung-მა შუშა, თუმცა ხო კანტი რა თქმა უნდა პლასმასისგან არის დამზადებული. და იმის მიუხედავად ისე და ისე რომ ბიუჯეტური smartphone-ია, ხელში საკმაოდ კარგად იგრძნობა და ვერ ვიტყვი რომ საკმაოდ ხელმისაწვდომი smartphone-ია ზოგადად და რა ვიცი, კომფორტული smartphone-ია ხელში დასაჭერად, დიზაინის ნაწილში რა თქმა უნდა ახალ S სერიას გავს, მაგრამ აი კამერის კუნძული რო გააერთიანეს ახლა, მე პირადად უფრო მომეწონა და ცალ-ცალკე კუნძულები რო არ არიან, ეგ ძალიან სასიამოვნოა. ჩემი აზრით. მე წინა მხარეზე რო გადავიდეთ, რა თქმა უნდა, აქ ეგრევე ეტყობა, რომ ეგრეთ წოდებული შედარებით ხელმისაწვდომი smartphone-ია, იმიტომ რომ ჩარჩოები გვაქვს ეკრანის გარშემო საკმაოდ დიდი და ეს ეგრეთ წოდებული კამერის ჭრილი რაც არის, არ არის ცალკე გამოყოფილი და ესე ვთქვათ, ცოტა მოძველებურო დიზაინშია. მოკლედ ესე ვიტყვი პირდაპირ. ხო და თვითონ ეკრანი ზოგადად რა თქმა უნდა AMOLED პანელია, 6.7 ინჩიანი ეკრანია, 120 ჰერციანი განახლების სიხშირე აქვს და რა ვიცი, მთლიანობაში ვერ ვიტყვი იმას, რომ რაღაცით ცუდი პანელია ამაში გამოყენებული და პირიქით ძალიან მესიამოვნა, როგორც კი ჩავრთე ამის ეკრანი, მშვენიერი ხედვის კუთხეები აქვს, ძალიან კაი კონტრასტულია და აი ეს მომენტი, როდესაც ბიუჯეტურ smartphone-ს უყურებ და ხელში გიჭირავს და დახრი და ამ შემთხვევაში ხო ფერებს ცვლის ხოლმე, ეს არ ცვლის, იგივე ფერები რჩება ზოგადად ამაზე და მთლიანობაში რავი, კმაყოფილი დავრჩი ამ ეკრანით, ერთ-ერთი ცოტათი, ჩემთვის არასასიამოვნოა თვალში, რომ ამხელა ჩარჩოები გვხდება, მაგრამ ფასიდან გამომდინარე, ოკეი, ჩვეულებრივი ამბავია. წარმატებას რაც შეეხება Exynos 1380-ზე მუშაობს, რომელიც რა თქმა უნდა ბიუჯეტური ჩიპსეტია და ვერანაირად ვერ არის ფლაგმანური ჩიპსეტი და იგივენაირად smartphone-ი gaming-ზე არანაირად არ არის გათვლილი ეგრევე გეტყვით, მაგრამ ყოველდღიურობაში საკმაოდ კაი ოპტიმიზაციაა, მე ძალიან მომეწონა. თან One UI 7-ზე მუშაობს, რომელიც მშვენივრად არის აკეთებული, ძალიან ლამაზი UI-ია ზოგადად თავიდან ბოლომდე და მთლიანობაში ამ smartphone-ზე მშვენივრად მუშაობს. ყოველდღიურობაში იდეალურია, არც პატარა ლაგები გვაქვს, არც გაჭედვები, ამიტომაც ყველაფერი სასიამოვნოდ მუშაობს, ეგეც მომეწონა. აქვე რა თქმა უნდა ელემენტზე ვიტყვი, რომ 5000 mAh-იანი ელემენტი გვაქვს შიგნით და სულ რაღაც 25 ვატით იტენება. ეს როგორც სტანდარტული Samsung-ის smartphone-ების სწრაფი დამოხტვაა, იგივენაირი ამასაც აქვს, ანუ 25 ვატია სულ რაღაც. ელემენტის მუშაობის დროით საშუალოდ ერთი დღე აქტიური მოხმარებით კაჩავს, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად არის მაინც ოპტიმიზირებული და დაახლოებით 6-დან 7 საათამდე screen time-ის მიღება სულ შესაძლებელია ამ smartphone-იდან. და ბოლოს კამერებზე გადავიდეთ, სადაც 3 ცალი კამერა გვაქვს 2 მეგაპიქსელიანი მაკროსენსორი, გვაქვს 8 მეგაპიქსელიანი ultra-wide და 50 მეგაპიქსელიანი მთავარი სენსორი. და ამ შემთხვევაში ფოტოების ხარისხიც პრინციპში მომეწონა, იმიტომ რომ საკმაოდ კაი HDR-ია და კარგად აბალანსებს ფერებს, ეგ მომეწონა. დეტალიზაცია რა თქმა უნდა მაღალ დონეზე გვაქვს, იმიტომ რომ მაინც 50 მეგაპიქსელი გვაქვს. ultra-wide-ზე რა თქმა უნდა იკლებს შედარებით დეტალიზაცია, მაგრამ მთლიანობაში აქაც ყველაფერი სტაბილურია და თავისი ფასიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ზუსტად იგივე კამერებია, რასაც ველოდებით. და ზოგადად Samsung-ის სტილში რაც არის, აი ზუსტად ეგეთი კამერებია ამ smartphone-ში. კაი, ამას შევეშვათ და გადავიდეთ ახლა A36-სა და A56-ზე, რომლებსაც იდეაში რაღაც მომენტში ვერ ვანსხვავებ, იმიტომ რომ ერთი და იგივე ფერის smartphone-ია თითქმის და ცოტა მერტულება, მაგრამ ხო კარგად რო დააკვირდები, მე ხედავ რომ ერთი შეხედვით კი ერთ-ერთი დიზაინები აქვს, მაგრამ ბევრად უფრო პრემიალურად გამოიყურება და ბევრად უფრო პრემიალურად იგრძნობა ხელში A56. და რატო? ესე იგი, უკანა პანელზე თუ ორივეზე რა თქმა უნდა შუშაა, ამ შემთხვევაში კანტებში გვაქვს სხვაობა. A26-ში გვაქვს პლასმასის კანტი და ალუმინის კანტი გვაქვს A56-ში, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება პირველ რიგში, ძალიან პრემიალურადაც იგრძნობა და გამოიყურება კიდევაც და ხელში ძალიან სასიამოვნო და ბევრად სხვანაირ და ბევრად ძვირად ღირებული smartphone-ის შთაბეჭდილებას
სტოვებს. სამხრეთ დიზაინის ხრივ კიდე როგორც გითხარით, სამივე smartphone-ს ერთნაირი დიზაინი აქვს, აქაც იგივე სიტუაცია რა თქმა უნდა და მოკლედ ორივე smartphone ზომაშიც ერთნაირია. წინა პანელზე რო გადავიდეთ, ორივეზე ერთნაირი ეკრანი გვაქვს, 6.7 ინჩიანი ეკრანია, აქაც არის 120 ჰერციანი განახლების სიხშირე, მშვენიერი იგივენაირი აქაც AMOLED პანელია, რა თქმა უნდა, ორივეზე და 1900 ნიტამდე აღწევს პიკზე მაქსიმალური განათება ორივე smartphone-ზე. ისევ და ისევ აქაც იმას ვიტყვი, რომ მშვენიერი პანელებია გამოყენებული, წინა A სერიაში და იმის წინა A სერიაშიც გადასარევი პანელები იყო და აქაც იგივე სიტუაცია გვაქვს, ძალიან კაი ხედვის კუთხეებით, მშვენიერი ფერებით, მშვენიერი კონტრასტით და ძალიან ნათელი ეკრანებია ისევ და ისევ, ამიტომაც აქ არ გავჩერდები. იგივე ელემენტები აქვს ასევე ორივე smartphone-ს, ანუ იდენტურია ამ შემთხვევაშიც. 5000 mAh-იანი ელემენტი გვაქვს ორივე smartphone-ზე აქაც, მაგრამ განსხვავებით A26-ისგან, ესენი უკვე 45 ვატით იმუხტებიან, ბევრად უფრო სწრაფი დამუხტვა გვაქვს ზოგადად ამ smartphone-ებზე და მუშაობის დროით აქაც დაახლოებით 1 დღე გვაქვს, ოღონდ შედარებით საშუალოზე ცოტა მეტია, თითქმის აქტიური მოხმარებით. ანუ აქაც დაახლოებით 7 საათამდე ჩვენთან ეს მიღება ორივე smartphone-ზე შეიძლება. ხო და გადავიდეთ ხა ჩიპსეტებზე, სადაც რა თქმა უნდა განსხვავებული სიტუაცია გვექნება და თითქოს ერთი შეხედვით ორივე smartphone-ი რაღაცნაირად ერთნაირად მუშაობს, მაგრამ რა თქმა უნდა განსხვავება გვაქვს. ესე იგი, Snapdragon 6 Gen 3-ზე მუშაობს A36, რომელიც იდეაში საკმაოდ კაი ჩიპსეტია, მაგრამ არ არის რა თქმა უნდა არც ფლაგმანური და არც ბიუჯეტური, ანუ საშუალო ბიუჯეტური ჩიპსეტია და იდეაში ყოველდღიურობაში ძალიან კარგად მუშაობს, რა თქმა უნდა ეს ჩიპსეტიც, გეიმინგზე ცოტა უფრო მეტად არის ოპტიმიზირებული ვიდრე A26, რა თქმა უნდა. და აქ რაღაც მომენტში შეგვიძლია მაღალ გაფართოებაზე ვითამაშოთ, მაგრამ ცოტათი შემაწუხებელი იქნება, ამიტომაც დაბალ გაფართოებაზე ან საშუალოზე თუ დავაყენებთ, ბევრად სასიამოვნო გეიმინგი იქნება. და ამ შემთხვევაში ეს უკვე მუშაობს Exynos-ზე. Exynos 1580-ზე მუშაობს, რომელიც რა თქმა უნდა უფრო მძლავრი ჩიპსეტია, ამასთან შედარებითაც იგრძნობა ზოგადად რაღაც მომენტში ყოველდღიურობაში მაინც ასე თუ ისე გრძნობა უფრო ცოტათი უფრო ძლიერია, მაგრამ ესე გვერდივერ თუ დაიჭირე, მხოლოდ მაგ შემთხვევაში იგრძნობა ეგ ყველაფერი, ისე ცალკეულად რო ავიღოთ, ორივე ძალიან კარგად მუშაობს, რა თქმა უნდა. ხო და A56 უფრო მეტად არის ოპტიმიზირებული გეიმინგზე, უფრო მაღალ გაფართოებაზე შეგვიძლია თამაში. Throttling-ის ნაწილში ორივე საკმაოდ კაი გაგრძელება აქვს, ამიტომაც თითქმის სტაბილურად რჩება ტემპერატურა და არ იმატებს. ამიტომაც ხო, წარმატება გვაქვს განსხვავებული, რა თქმა უნდა, ამ smartphone-ებზე და ცოტათი უკეთესი აქვს A56-ს, ვიდრე A36-ს. ხო. და ბოლოს გადავიდეთ კამერებზე, სადაც აქაც 3 კამერა გვაქვს, აქ მთავარი 50 მეგაპიქსელიანი ორივეზე, განსხვავებულია ultra-wide, გვაქვს 8 მეგაპიქსელიანი და 12 მეგაპიქსელიანი A56-ზე. და ნუ მაკროსენსორები გვაქვს კიდე ორივეზე, 5 მეგაპიქსელიანი. ხო და ფოტოების ნაწილში იდეაში რაღაც მომენტში ერთნაირი ფოტოები გვაქვს, მაგრამ ცოტათი მაინც სხვადასხვანაირი დამუშავება გვაქვს ორივე smartphone-ზე. ფერების ნაწილში რო ავიღოთ, ორივეს ძალიან მსგავსი ფერები აქვს და არც ერთს არ აქვს არეული ფერები, ესე რომ ვთქვათ, დეტალიზაცია ორივეზე რა თქმა უნდა მაღალ დონეზეა და მთლიანობაში, ანუ ძალიან გავს რა თქმა უნდა ორივეს ფოტოები ერთმანეთს და განსხვავება რა თქმა უნდა ultra-wide-ში გვაქვს, იმიტომ რომ ultra-wide ცოტათი უფრო მეტი დეტალიზაციით გამოირჩევა A56-ში და რავი, ხო, ანუ ყოველდღიურად რო ავიღოთ, მოკლედ კამერები ორივეზე ძალიან კაი გვაქვს და რაღაც მომენტში დიდი სხვაობა ესე არ გვაქვს. და საბოლოო ჯამში რო ავიღოთ, მგონი საკმაოდ სასიამოვნო განახლება გამოვიდა Samsung-ს და პირველ რიგში მომეწონა რომ ვიზუალურად უფრო საინტერესოდ გამოიყურებიან მე მგონი ვიდრე გასული წლის smartphone-ები. არ და იდეაში გასულ წელს იძახდნენ იმასაც, რომ თუ A სერიას ყიდულობ ან S სერიას რაღაც მომენტში ვიზუალურად განსხვავებას ვერ ხვდები. პროფილი smartphone-ი გიჭირავს ხელშია. ხო და აქ უკვე ფლაგმანებთან შედარებით განსხვავება გვაქვს და ცალკე დამახასიათებელი ხაზია ეგრეთ წოდებული ამ A სერიის. რავი, ვიზუალურად მოკლედ მომეწონა, ეკრანები ძალიან კაი გვაქვს, წარმატება ფასებიდან გამომდინარე, რასაც ველოდებით იგივე გვაქვს და კამერებიც იგივენაირად რასაც ველოდებით, მოკლედ ეგეთივე კამერებია. დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ 3 ახალ smartphone-ზე, მე დაგემშვიდობებით და ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.